მამა გუშინ გახდი 80 ამდენი წლის 92 წლის მითხარია ხა როგორია 92 წელი როგორ გძნობ თავს ისევ ისე ახალგაზრდულად ხარ კი გამოიყურებ არა ახლა გითხრა ახალგაზრდულად მაიცის რო იქნება მაგრამ ჩემი ხის პირობაზე არ ვარ მოყოფილი დავდივარ მადამა ბიჭა უყურებ სხვადასხვა რაღაცებს გუშინ გიყურებდი არახსაც მშვენივრად უკრავდი საჭიროების შემთხვევაში კი მე ვიცი რომ შენ არ გინდოდა ამ დღეს აღნიშნა და მაკამ გამოიჩინა ვაჟკაცობა და დაგითანხმა და აი ხო ერთალი გითხრა არ მიყვარს ეს ხალხმრავალი სადაც ვერ დელაპარაკებ შენი ხმა კაცარესმის გუგუნი თუმცა ეს რესტორანისთვის ჩვეულებრივი ამბავია და მე გუშინ რა შტაბეჭილება დაგრჩა და ყოფილი ხარ? ნუ კარგი ატმოსფერო იყო ძალიან დემაგოგიური ყველა ხლობელი ყველა საყვარელი ადამიანი შვილები, იმათი შვილები, ბედნიერება. აბა, მე რამდენი თაობას? 4 თაობა. ხო. მამ, რამდენი იცი ახლა შეგეკითხო, შენ უკვე რამდენი წელია ამერიკაში ცხოვრობ? 14 წელია. 14 წელია. და მაშინ აი ახლა მითხარი ამ გადასახადიდან 14 წელი გავიდა. როგორ ფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება რომ შენ ჩამოხვედი ამერიკაში, დავანებოთ იმას რომ ლექსო ჩამოვიდა და შენ იმას ჩამოყევი, მაგრამ შენ რომ ჩამოხვედი ამერიკაში, სწორი გადაწყვეტილება მიიღე? იმიტომ რომ ის შენასახში ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ რომ რა ვიცი, ყველა აქ მყავს, ნუ რა ვიცი, ყველა კი არა, მაინც შენი ცხოვრება იქ გაატარე და ხო, ახლა როგორ მიუდგები საკითხს? თუ პატრიოტიზმი და სამშობლო და ეგ ყველაფერს პირადად ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა, იმიტომ რომ საქართველოში დავდათ ცოცხალი არ იქნებოდი. აქ ისეთი მედიცინა, ისეთი დონის მოსახურება გამიწიეს, მე მაგალითად პირადად დამაყენეს და მარტო მაგიც არა, მე მახსოვს შენ ერთხელ თქვი რომ ვიღაც შენი ამხანაგი შეგეკითხა, რა გინდაო ეხლა ამერიკაში რომ მიდიხარ ამასაკშიო და შენ რა უპასუხე გახსოვს? რა უპასუხე და შენ თქვი რომ სადაც ჩემი შვილები და შვილი ხო? ნუ ეს თავისთავად აბა მარტო ჩემასაკში ამერიკაში და ვერცად ვერ წავიდოდი სხვაგან რადგან შვილების გარემოცვაში და შვილების ერთი წამით არ მიფიქრია რომ თუც ვაკეთებ რამე ანუ შენ შეგნებული გადაწყვეტილება მეიღე და გული არ დავწყვეტე ამას. მამბა რა მაინტერესებს, იცი, აი შენ 92 წელი საკმაოდ დიდი ასაკია ეხლა და მართლა კარგად ხარ, დადიხარ, არ ჯოხი მჭირდება, არც არაფერი, ყველაფერი წესრიგში გაქვს, აზროვნება, აი არ ვიცი რა, არავინ შენ დამხმარე არ მჭირდება, იგეთ ეხმარები, მაგათ საუსმის მომზადებაში და ასე შემდეგ და რა, აი რას ფიქრობ შენ? ამ განაპირობა რომ ასე კარგად ხარ, ჯვარი გწერია. ნუ ამას რა არ გავჩერებული ვარ მე. თქვათ ახლა უკვე საშოვარზე აღარ ვარ, ფული ვიშოვარ, რამე ვიტანო ოჯახში. ოჯახში ყველაფერი მოტანილია ახლა და იმის მოხმარებაზე დამჭერ მე მარტო საქმე. ანუ რა სადილსა ხო? კულინარია ყოფის მომწონდა მე და თუმცა ნაკლებად მაძლევდნენ საშუალებას ქალები და დედა ჩემი შენ არ მიგატარებდა. ხო და აქ
ჩაუღრმავდი ამ საკითხს, ლიტერატურა ყველა დაიღება, ეგერ გაჩვენებ. ნახულო Facebook-ზე აფცალებ ხოლმე. Facebook-ზეც ვიჭერ კიდე რაღაცებს და ექსპერიმენტებსაც ვაკეთებ. ამიტომ ხო ბერჯერ უკითხავთ რა, რა ფერძლებ სახში, რა ფერძლებ და ხანდახან ისე დაღამდება რომ როის გავიდა აგდრო. შეიძლება. მამა, ახლა ეს სოციალურ ქსელებში შენ ვიცი აქტიურად ხარ ჩართული, ხო? კი. და როგორ მოგწონს? ახლა მომწონს მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ისეთი მდგომარეობა ახლა რომ ჩამორჩები ცხოვრებას თუ არ გამოიყენებ ამ ტექნიკურ უპირატესობას, ტექნიკაზე დავარ. მამა, ახლა შენ რამე ეცი კითხვა, ახლა მაინც მესმის ბანალური შეკითხვაა, მაგრამ მთელი შენი ცხოვრება გაატარე საბჭოთა კავშირის დროს, ხო? და ცოტა ხანი კომუნისტური პარტიის წევრიც იყავი, ხო? რატომ იყავი კომუნისტური პარტიის წევრი? შენ ესე იგი იმათ პოლიტიკას და აზრებს და ყველაფერს იზიარებდი? არა, რა თქმა უნდა. ცხოვრება მოითხოვა. შვილები გეიზარდნენ, ბინა უნდა, რაღაცა მოაწყო უნდა და მე ხანდახან რედაქციაში ვაქტიურობდი კიდე და უპარტიო კაცი ხო იცი არც არ უნდათ. ამის ფონზე გავბედე და შევედი პარტიაში და სიხარულით მიგიღეს. კი. ჩემი სანებს ღებულობდნენ უპრობლემოდ. მამა, მე კიდე რა მახსოვს ვიცი, მაგრამ შეხო იცი ამ კომუნისტური პარტიის დროს რამდენი უსამართლობა იყო, რამდენი მაიმუნობა იყო, გახსოვს ინსტიტუტში მოწყობას, რა ქრთამები ჭირდებოდა რაღაცა. მოყევი ერთი შენი იურიდიულზე რო აბარებდი და რა ნიშნები ქონდა და მაინც რო არ ჩაგრიცხეს. ხო, ჯერ უშედეგოდ რამდენი გამოცდები ჩაბარებული, ხანდახან სიზმარშიც ვაბარებ ყველას გამისაღებ გამოცდებს. ხო და კაცი არ გამოჩნდა ისეთი, რომ ეთქმია ჩემთვის, რომ ნოაბარებ ამას, მაინც არ შეკრიცხავე რამდენი წერა დაიქნა. ამის ცოცხალი მაგალითი იყო უკვე ჯარიდან ჩამოვედი და უკვე ოჯახი შევქმნი. და გადავწყვიტე მეცა და ბედი, იმიტომ რომ ახლა რა ვიცი მინდოდა ეს უმაღლესი განათლება მივიღო. საფუძვლიანად მოემზადე და წავედი თბილისში, შევიტანე განცხადება დავისწრებელზე იურიდიულში. ჩავაბარე პირველი გამოცდა, მეორე გამოცდა, ისტორიაში იყო მეორე გამოცდა. და 4 დამწერეს. გავასაჩივრე მე. არ მე 4. მე ვიცი 5-ზე დარწმუნებული ვარ. და დანიშნეს დამატებითი გამოცდები. ჩემსავით სხვებიც აღმოჩნდნენ და დარბაზში ვზივართ. სცენაზე არის კომისია და ჩემი ჯერი გამეძახეს და ახლა მანამდე მე ჯარში ყოფნისას წავიკითხე წიგნი ცუსიმასა და რუსეთ-იაპონიის ომზე. ეს წიგნი სულ მქონდა მე ზურგჩანთაში და სადაც ვიყავი თავისუფალი დრო რაღაცა გამოსწორდა და ამავე და კითხულობდი ამას და დონეზე ვიცოდი რომ სახელები და გვარები ვიცოდი რუსეთის მხრიდან გენერლების და დიდი იმის და ასევე იაპონიიდან. ხო და შემხვდა ეს საკითხი.
დევეწყვე და მოუყევი რა საფუძვლიანად ესე და პროფესორი ჩინჩაძე იყო რაღაცა ნუ და მიმართა დარბაზს კაცი მოვიდა ჯარი მოვლილი აქვს რუსულში ხუთიანი მიიღო ხო და ამაზე უკეთესად ვერცერთი ლექტორი ვერ მოყვება ამ თემაზე და ასეთი ხალხი გვინდა ჩვენო ასეთი ხალხია და ხუთიანი დამწერეს და მქონდა ესე იგი სამ კაცს მქონდა სამი გამოცდა იყო ესე იგი 3-4 5-15 14 ქულა მქონდა მე და კიდე ვორს და არ ჩავრეცებს წავედი ახლა დაჩევდი ჩარეცხული ვარ რა ჩემი აზრით ეს ხო და ატარებელში ჩავდი და მივიდივარ ახლა მეჩქარება ოჯახში ისla მატარებელში რაღაც ახალგაზრდები ქეიფობენ რაღაცა არის დიდი მოდიან ღერიან მე რა მოხდა ხე რაზე ჩავაბარეთ იმაზე იურიდიულზე და მოწყობილი ვარ მაგრამ დღეს დამთავრდა გამოცდებია კეილს რა გვარი ხა ბიჭო თალაკვაძე ვარ თალაკვაძე იყო პოლკოვნიკი და საგამოძიებო იმის თავმჯდომარე იყო რა მინისტრის მეორე კაცი იყო რადგან მე დრო იქ ერთმა ბიჭმა რომელიც ჩანსავით ნიშანი ჰქონდა გითხრა რომ როგორც სიაში იქნები გამოგიზამი იმას შეიძლება მოხდა სექტემბერი და არაფერს კაცი არ გინდა ჩამოვედი თბილისში ისე მივედები უნივერსიტეტს ვიშეკიშვა დაკეტილია კარები ყველგან განაკაცი აბა სამიღო არა და ისიც კი ვერ გავიგებე ეთქვიათ რა რატო ვერ ჩამრიცხეს მე ანდა ასე დამთავრდა მცდელობები რამდენი ტკივილი მამა ახლა რა მაინტერესებს εσύ მე დედასგან ბევრი მაქვს მოსმენილი და ყველაფერი კაცო და ვიცი როგორ შეხვდი დედას და ყველაფერი და დედა ჩემი ძალიან კაი ქალი იყო მაგრამ განსხვავებული პიროვნება იყო შენგან აბსოლუტურად ხო და ახლა მითხარი ეს ორი ცეცხლი ქარიშხალი დედა ჩემი და შენ ასეთი მშვიდი და წყნარი რანაირად ეგუებოდით ერთმანეს და რანაირად ცხოვრობდით ამდენი წელი ასე მშვიდი და წყნარი რო ვიყავი იმიტომ ცხოვრობ მეც რო ისეთი ყოფილიყავი ფანჯი დაგახტებოდი თან ერთიან მეორე მაგრამ მე ახლა უკვე როგორც ქალი რო ვუყურებ ამ სიტუაციას დედა ჩემი იყო ჩვენს ოჯახში როგორ ვთქვათ ცეცხლს რო შეუნთებს და მე მამა გაფიცებ ერთი ის მოყევი ოღონდ ახლა მოდი სახლ და გვარებს ნოვიტყვით ჯემა ძმამ ავეჯი რომ გამოაგზავნა რუსეთიდან და ერთი დიდი ქურდის ოჯახში რომ მოხვდა ეს ქურდი მოსკოვში შეხვედრია ჩემ ბიჭს ეს გახდა ხო რაღაც დახმარება უნდა და მიდიოდა ავადმყოფობის გამო ჩელოზე ქონდა და გერმანიაში მზადდა და ახლა მიმართა ამას და ამა დაეხმარა და სიძე ჩემი ორთაზე გაამგზავრეს გერმანიაში და იმდენად დაახლოვდნენ რომ მე ამას ვთქვამს ავტოს ჩემდეს რომ ავეც ვაგზავნიო და მეშინია მიიტანებენ თორე ბიჭო შევ უთხარიო თუ ვერ ნახავე ჩემი სახელი და გვარი უთხარი მე ბათუმში ყველა იცის და ჩემთან მე არ დაგეკარგება მართლაც ამ შეფერმა ბევრი რომ არ ვიფიქრია ადგადა მიუტანა იქ სახში
მე მგონი უფრო სწორად დაკარგა ავთოს მისამართი თუ რაღაცა და რადგან ხო არ ვიცი. რადგან ახლა სახელიანი ქურდი იყო, საქმე გაიკეთა. ხო არ ვიცი. მოკლედ აღმოჩნდა ამ კაცის სახში. აღმოჩნდა ამ კაცის სახში და მიაკითხე. ცოტა ხო ილაპარაკე შენ. ხო. ასე საქმე და იყო შენთან ყოფილა ჩემი იგივე. ავეჯი. ავეჯი. არა ჯერ მოყევი მახსოვს როგორ მოროელოდი სანამ იგიღებდა. ხო ნუ ესე ეცოდებული შეստიარკები დამხტენი კიდე გამონკითხეს იარაღი ხო არ მქონდა რამე რატევაზე მიდიოდი აკეთიკე და მე მოახსენეს იმას და ესე მიმიღო როგორც დიდი გენერალი ყოფილიყო ვითამისე შევედი მიღებაზე და იო ასეო მარავო ამოხდა ჩემი ოჯახიდან რომ აქ შემოვიდა ეს არ წავარსა მეც ავტომატურად ავდექ აი შენ დაჭი მოკლედ შევთანხმდით იმაზე რომ ფულს მოგცემო და ავეცი არა იმიტომ რომ მე უკვე მიეცი ჩემ შვილს დარწა აი დავდანხე ფული ბოლო დაკარგოს კიდე გიოხა ვერისი კურდი სიტყვას ასრულებდა და მე ახლა მინდა გავაგრძელო მე მამა მოდის სახში და ჩვენ ველოდებით ყველა და დედა ჩემი ზის და რაკენი ახლა რა უთხარ მამა მოუხვა ასე მითხრა ასე დედა ჩემი წამოხდა მე მაგის შეარჩინე ახლა მაგაზან მამა მუთხრა ქალო მე შენ არ გიბრუნებ სიტყვას და ახლა ქურთან პრაქტიკას ხوار დავიწყებდი მოკლედ მამიკო ძალიან ბევრი გასახსენებელი და ძალიან ბევრი ტკბილი და კაი ცხოვრება გაქვს და გაიარე ხო? ხარ უკმარ ესე უკმაყოფილი? არა ვერ უკმაყოფილი. რაც იყო იმით მაყოფილი ვიყავ ყოველთვის, იმიტომ რომ ყველა ჩემსავით იყო რა. სიმდიდრით ჩემი სამეგობროში არ გამირჩევა და ერთი ყველა შემი ვიყავით ხელფასზე ცხოვრობდით და პური თუ იყიდებოდა ყიდულობდით თორე და გიჩქივდით და ისა რა ქვია რა მინდოდა მეთქვა ერთზე მემწყდება გული და ამ მთისპირიდან რომ ჩამოხვედი ბათუმში რომ ჩამოხვედი ვერ წამოხვედი ამერიკაში აი ამერიკაში დასმეზე ოცნებაც კი არ მქონია ცხოვრებაში იმიტომ რომ გარემოება ისეთი იყო რომ ერთი ის მახსოვს საქვია ხატვარი რო ახლა მასში არის ზურაბწერეთელი ის ზურაბწერეთელი ამაშუკელი არ დარჩენილა გაზეთი და რადიო და იგი რომ არ ეძაგებიან და რა გააკეთა და მამა მე რა მახსოვს იცი შენ ჩუმად რო უსმენდი ამერიკის ხმას და მე რო გეკითხებოდით ამ ვებს რას ამბობდნენ და მოკლედ მამიკო შენთან ბევრი შეიძლება რომ ვილაპარაკოთ სალაპარაკოს რა გამოლევს კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო შენი დაბადების დღე და ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამისთანა ყოჩაღი და ამისთანა კაი ხარ და ამისთანა არაჩვეულებრივი და ჭკვიანი და შვიდი და რა ვიცი რა ვთქვა და კიდევ ოსკაროსანი გუშინ ოსკარი მიიღო როგორც ყველაზე საუკეთესო ბებიამ და ამუი ბებიამ რა იყო საუკეთესო ბაბუამ და საუკეთესო მამამ კიდევ დამავიწყდა მეხსენებია რომ მამა ჩემი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი იყო ფოტოხელოვანი უბრალოდ ხო რომ ვთქვა და სულღებულობდა გამოფენებში მონაწილეობას და ხან ჩემი პორტრეტები ქონდა და ხან ავთოს და ხან რა და რა ვიცი მე ბათუმში მოკლედ ყველა იცნობდა მამიკოს აბა კარგად და ბედნიერად და ჯანმრთელად იყავი და კიდევ ბევრი დაბადების დღე გადაგეხადეთ ჩემს სიყვარულს